სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 7148-მდე გაიზარდა. აგვისტოსთან შედარებით ეს რიცხვი დაახლოებით 400-ითაა გაზრდილი. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტენონი შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმა. გიწევთ ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე კობახიძეს მიმართავს. უზბეკეთის CACCA+-ის სატრანსპორტო დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვა საფართოებს სასუქით დატვირთული 39 კონტეინერი ფოთის პორტის გავლით ბულგარეთის, საბერძნეთის და იტალიის პორტებში გაიგზავნა. ყაზახეთმა რუსეთისკენ მიმავალი ჩინური სატვირთოების შემოწმება გაამკაცრა რუსული მედიის ცნობით საზღვარზე ჩინეთიდან მიმავალი დაახლოებით 2500 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ჩერნომორენგოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით დავალიანების გამო ყოველდღიურად აფხაზეთში ელექტროენერგია 150 აბონენტს ეთიშება. მოგესალმებით, ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო, მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტენონი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. აღნიშნული ინფორმაცია BMG-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჩვენ ასევე ვარკვევთ, მოასწრა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯარიმის ვალტენონისთვის გადაცემა იქამდე ვიდრე ის საქართველოს საზღვარს დატოვებდა. ამასთან როგორც ირკვევა საქართველოს საქმეთა სამინისტრო ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტას უგზავნის მინისტრის ელინა ვალტენონის აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ცნობისთვის ეუთოს თავმჯდომარე 14-15 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და მან იგი ასევე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციასაც დაესწრო. 15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ყობახიძემ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო ელინა ვალტენონთან შეხვედრა გააუქმა. გუშინვე ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რომ საგარეო მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი ყობახიძესთან შეხვედრა, ვინაიდან მას აზერბაიჯანში გამგზავრება დაგეგმილზე ადრე მოუწია. ელინა ვალტენონი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ამასთან უკვე დღეს ელინა ვალტენონი პლატფორმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა. გიწევთ ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას. წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე და მიმართავს ირაკლი ყობახიძეს. სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 79148-მდე გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აქედან 245,000-ზე მეტი პირი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლია. აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში შემწეობის მიმღებთა რიცხვი დაახლოებით 400-ითაა გაზრდილი. ამ ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის გადახდაზე სექტემბერში ჯამში 71 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის პირობების თანახმად, თუ კი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას. პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 39707 სოციალურად დაუცველი ყავს დასაქმებული, თითქმის 33,000-მა სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა. უზბეკეთის ბაზარზე შეცვლიდან 5 წლის თავზე TBC უზბეკეთის მომხმარებელთა რაოდენობამ 22 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი ნიკა ქურდიანი აცხადებს. ქურდიანის თქმით, უშუალოდ ციფრული ბანკის სასესხო პორტფელი უკვე $1 მილიარდამდეა ასული და მისი დიდი წილი სამომხმარებლო დაკრედიტებაზე მოდის. მიღმა ციფრული ბანკისა TBC უზბეკეთის ბაზარზე სხვადასხვა საგადახდო პროდუქტებითაა წარმოდგენილი და ყოველთვიურად ციფრული ბანკის პლატფორმებით დაახლოებით 5-6 მილიონი ადამიანი სარგებლობს. დღეს ჯამში ყველა ჩვენი ბიზნესი უზბეკეთში ითვლის მიახლოებით 22 მილიონ დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რაც მოსახლეობისგან 38 მილიონია მოსახლეობა ნახევარზე მეტი არის. ძალიან დიდი გზა გავიარეთ. დღეს უზბეკეთში TBC ჯგუფს აქვს თავისი ციფრული სადაზღვევო კომპანია, ციფრული ბანკი, ციფრული გადახდების აპლიკაცია Payme სახელად,
ციფრული განვადების კომპანია, ციფრული მიკროსაფინანსო კომპანია და კიდე ბევრი სხვა რამ, რაც ამასობაში შემოგვიერთდა. სასესხო პორტფელი მიახლოებით უკვე მისული არის $1 მილიარდზე, რაც ასევე ძალიან დიდი არის. წამყვანი პროდუქტები, ეს არის სამოხმარებლო დაკრედიტების სხვადასხვა პროდუქტი, იქნება ეს საკრედიტო ბარათი, განვადება, სამოხმარებლო სესხი და ამ ბიზნესში სწორედ სამოხმარებლო დაკრედიტებაში გვაქვს მიახლოებით 15-დან 17%-მდე გააჩნია როგორც შეხედა, მაგრამ მიახლოებით ეგრე, რაც ჩვენ გვხდის ლიდერს ამ ბიზნესში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, TBC უზბეკეთში აცხადებენ, რომ უახლოეს წლებში ფიზიკურ პირებთან ერთად მეტ აქცენტს გააკეთებენ იურიდიული პირების მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე. ციფრული ბანკის გენერალური დირექტორის ნიკა ქურდიანის განცხადებით, ამ მიმართულებით ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საცალო ვაჭრობის მართვის პლატფორმა ბილზი იქნება, რომლის აქციებიც TBC-მ რამდენიმე თვის წინ იყიდა. ნიკა ქურდიანი ამბობს, რომ TBC უზბეკეთი უკვე მომავალი წლისთვის უზბეკეთის ბაზარზე სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით ტოპ 10 საბანკო სექტორში დაიკავებს ადგილს. ვრცელ ინტერვიუს, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ტაშკენტში ვიზიტისას ნიკა ქურდიანთან ჩაწერა, კვირას გადაცემა ბიზნეს კვირეულში შემოგთავაზებთ. მომავალი 4 წელი ჩემი აზრით იქნება დახარჯული ფიზიკური პირების მიმართულების გაძლიერებას და მან ვიტყვი რას და როგორ ფიქრობთ, მაგრამ განსაკუთრებით დიდი აქცენტი გაკეთება ბიზნესების მომსახურებაზე, მცირე და საშუალო და მიკრობიზნესების. სწორედ იმ კომპანიის შესყიდვა, რომელსაც ქვია ბილზი, რომელიც გამყიდველების პროცესების ავტომატიზაციას და გაციფრულებას ახდენს და ეხმარება გაყიდვაში, მიზანი ეგ იყო, იმიტომ რომ სტრატეგიულად ეს კომპანია იქნება ჩვენთვის, ესე რომ ვთქვათ, გული კომპანიის, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ ორი ERP სისტემა გქონდეს, შეიძლება მხოლოდ ერთი და არ შეიძლება ორი ბუღალტერი გყავდეს, ან ორი სამბუღალტრო სისტემა ოპერირებს ძირითადში ერთზე. მაქედან გამომდინარე ჩვენ ამ სერვისებს მივასწრით და ამის გარშემო უკვე შევთავაზებთ ძალიან ბევრ რამეს. მათ შორის მაგალითად საგადამხდელო სერვისებს სხვადასხვას, რომელიც საქართველოში რა თქმა უნდა TBC-ს აქვს ყველაფერი. აქ მაგალითად განსხვავებით საქართველოსი არის ძალიან გავრცელებული QR კოდით გადახდება. რაშიც ჩვენ ერთ-ერთი ლიდერები ვართ და ამას კიდევ უფრო მასშტაბირებას გავუკეთებთ. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მან ბევრ ახალ რამეს უშვებთ, მაგალითად lifestyle მიმართულება გვაქვს ახლა გაშვებული, სადაც ბილეთების გაყიდვა, ივენთების ბილეთების გაყიდვა, ტურიზმი, travel vertical ქვია, ტურიზმის მომსახურება და ასე შემდეგ ეგენი გავუშვით და მანდ მასშტაბირებას ვაპირებთ. უზბეკეთის საქართველოზე გამავალი დერეფნით ფოთიდან აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით სატრანზიტო გადაზიდვებს აფართოებს. საუბარია სატრანზიტო მარშრუტზე, რომელიც ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას და ანატოლიას თურქეთს აერთიანებს. უზბეკეთის ადგილობრივმა სარკინიგზო საკონტეინერო ოპერატორმა კომპანიამ GSC-მ ამ სატრანზიტო მარშრუტით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით მულტიმოდალური გადაზიდვების გაფართოება დაანონსა. კერძოდ, უზბეკეთის რკინიგზის საკონტეინერო კომპანიამ ტაშკენტთან ახლოს განლაგებული სერგელის ლოგისტიკური ცენტრიდან იტალიის საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით ქიმიური სასუგის კარბამიდის სატესტო გადაზიდვას გაუწია ორგანიზება. აღნიშნული სატრანზიტო მულტიმოდალური მარშრუტი აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთის და უზბეკეთის რკინიგზების ერთობრივ ინიციატივას წარმოადგენს. ყაზახეთის საბაჟო სამსახურს რუსეთთან საზღვარზე ჩინეთიდან მიმავალი დაახლოებით 2500 სატვირთო ავტომობილი ყავს დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსულ სატრანსპორტო ლოგისტიკურ კომპანიებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისინი მრავალკილომეტრიან საცობს საბაჟო შემოწმების გამკაცრებას უკავშირებენ, რომლის დროსაც ყაზახი მებაჟეები სანქცირებულ პროდუქციას ეძებენ. კონტროლი სექტემბრის შუა რიცხვებიდან გამკაცრდა, როცა ელექტრონიკის, დრონების, ტანსაცმლის და დასავლური ბრენდების ტვირთის განსაკუთრებული შემოწმება დაიწყო, ხოლო სიტუაცია ოქტომბრის დასაწყისში გაუარესდა კერძოდ რუსულ სერვისულ ლოგისტიკურ კომპანიაში. აცხადებენ, რომ რიგები იზრდება და საზღვართან უზარმაზარი საცობები შეიქმნა, რადგან ყაზახი მებაჟეები სატვირთო ავტომობილებს საბოლოო დანიშნულების ადგილისა და მანქანის რუსული რეგისტრაციის მიუხედავად თავისუფლად აღარ ატარებენ. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. ჩვენ უკვე ერთმანეთს 15 საათსა და 30 წუთს შევხვდებით დროებით.